უკვე სტუმართან ერთად დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა, როგორც უკვე ანონსთან მაყურებლებმა შეიტყო, პირველ ბლოკში იქნება ქოლეცისტიტი და ჩვენთან ერთად ჩვენ სტუმართან ერთად ვსაუბრებთ ამ თემებზე. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ბატონი მამუკა გონჯილაშვილი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ქირურგი. გამარჯობათ ბატონო მამუკა, მადლობა სტუმრობისთვის და მოდი პირდაპირ დავიწყოთ კითხვით, თუ რა არის ქოლეცისტიტი? თვითონ სახელი ხლა მე შეძლებს დაგვარად მინდა ეს რაღაც სამედიცინო საზოგადოება არ არის, ეს არის ხალხი ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ობივატელები. კი, ჩვენი ხონაც ეს იქნება, რომ ყოველთვის გასაგებ ენაზე ვისაუბროთ. რამდენად ეს მედიცინის ხალხი, რომელიც მე მიყურებს, არ უნდა იმას მეთქან შემაპრესო. არ დაგძრახავენ იმედია. იმიტომ რომ ამ თუთას ხალხისთვის არის ხო ესეა. სიტყვა იტი რაც მთავრდება გასტრიტი, აპენდიციტი, ესე იგი იტი ანთებას ნიშნავს და ამდენად კითხვასაც პასუხი თავისთავად გაეცა. ქოლეცისტიტი ეს ნიშნავს ნაღლის ბუშტის ანთებას. ეხლა მიზეზები ძირითადად ნაღლის ბუშტის ანთების უნდა ვეძებოთ კვებაში და იმ ფუნქციურ მოშლილობებში, რომელიც მასში ვითარდება სხვადასხვა მიზეზების გამო. ყურადღება იმაზეც გავამახვილოთ ნაღლის ბუშტის ფუნქცია რა არის ჩვენს ორგანიზმში. კონკრეტულად ნაღლის ბუშტის ფუნქცია გახლავთ საჭმლის მონელების უკეთრო დაეხმაროს ორგანიზმს საჭმლის მონელებაში. კონკრეტულად ცხიმების ემულგირება, ანუ ცხიმების დაშლას, აი მარტივი სიტყვით ვთქვათ, ამ ცხიმების ათვისებაში ღებულობს მონაწილეობას. როცა ადამიანი ღებულობს გარკვეული რაოდენობით საკვებს, ან გინდათ ცხიმიან საკვებს, გინდათ ჩვეულებრივ საკვებს, ამ შემთხვევაში ხდება ნაღლის ბუშტში დაგროვილი ნახველის, სიტყვაზე 70-100 მილილიტრი, ეს 100 მილილიტრი ძალიან ბევრი, 70 მილილიტრი ნახველის უეცრად გადმოსროლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, კერძოდ 12 გოჯა ნაწლავში და ამ მანიპულაციით ასე ვთქვათ, ნაღლის ბუშტი ეხმარება ორგანიზმს უკეთ გადაამუშავოს საკვები. დააშალოს ძირითადად ეს ფუნქცია. მაშინ რახან ნაღლის ბუშტზე ვსაუბრობთ, სად არის ლოკალიზებული ისიც ვთქვათ, მაგრამ მაყურებლისთვის კონკრეტულად ყველა მიცის ალბათ რომ ნაღლის ბუშტი არის ღვიძლთან ასოცირებული, ღვიძლი გამოიმუშავებს ნახველს და შესაბამისად ნაღლის ბუშტი მოთავსებულია ღვიძლში, ასე ვთქვათ, მისი კიდე 2 სანტიმეტრის ცილდება ამ ნაღლის ბუშტის ფუძე მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ფერდში ამიდამოში ნექტარ გალის პარაზიტებრალო. ხშირად გაგვიგია და ბევრისგან და ყოველს ქონია ალბათ ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც აი ტკივილს სწორედ აი ამ ადგილას გრძნობ, შესაბამისად საინტერესოა სიმპტომები. რაც ახასიათებს ქოლეცისტიტს და რა დროს უნდა მივმართოთ უკვე ექიმს. ადამიანი ტკივილის საერთოდ დამცველობითი რეაქცია გახლავთ. ადამიანის ტკივილი აფრთხილებს, რომ სიგნალია ერთგვარი. დამცველობითი რეაქცია. აი სიტყვაზე სიმსივნეებს ტკივილი არ ახასიათებს და ამდენად დამცველობითი რეაქციაც არ არსებობს და როცა პაციენტი გებულობს, ხშირად გვიან არის უკვე ეს საქმე. ამ სიმსივნეს რო ტკივილი ახლდეს თავშად თქვან, რასაკვირველია იმ წუთას რომ იმართავდა. სასიგნალო ნიშანი იქნება ეს პაციენტის. მე ყველა ადამიანს, ყველას ურჩევ, რასაკვირველია რომ როდესაც ტკივილი გაჩნდება, ტკივილს უნდა მიეცეს თავისი ახსნა განმარტება, რატო ტკივა. აი როცა ადამიანი გაიგებს უკვე რატომ ტკივა, მერე უკვე ადვილია ამ ტკივილის მოვლა. მთავარია რომ ჩვენ ვიცოდეთ რაშია ჩვენ ორგანიზმის საქმე. ამ შემთხვევაში, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ასტკივდება ადამიანს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამო და განსაკუთრებულად ჭამის შემდეგ, ესე იგი ეს არის სასიგნალო სისტემა, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ექიმს და შევიმოწმოთ ნაღლის ბუშტი და ამის შემთხვევაში, როცა დიაგნოზი გვეცოდინება, ჩვენ მეტნაკლებად დაწყნარებულები ვიქნებით და მკურნალობა. კიდევ სხვა რა სიმპტომებია და საუბრობთ ხოლმე, ნატობოდის შეწყვეტინე, საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ ქრონიკულ მდგომარეობებზე და მწვავე მდგომარეობებზე. ანუ შეტევა, ნაღლის ბუშტის შეტევა, როგორ გამოიყურება ეს სიმპტომებით, რა სიმპტომები აქვს? შეტევები არის ძალიან მწვავე, აი მწვავე კალკულოზური ხოლეცისტიტი არსებობს, მწვავე ხოლეცისტიტი, მწვავე კალკულოზური ხოლეცისტიტი, ქრონიკული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ კენჭოვანი და უკენჭო. შეტევა როგორც ერთს ახასიათებს, ასევე მეორეს, მაგრამ განსაკუთრებულად რთულად არის საქმე უფრო შედარებით, როდესაც ასოცირდება კენჭოვანი ხოლეცისტიტი. ამ შემთხვევაში ხოლეცისტიტის, ანუ ანთების განვითარება განპირობებულია უხშირესად ნაღლის ბუშტში
შეგუბებით, ანუ ნაღვლის ხშირად ეს კენჭი ეჭედება გამოსავალში, ანუ ყელში, ასე ვთქვათ, მარტივად და ეცობა და იქ არსებული ნაღველი, რომელიც დაუშვათ ღვიძლიდან ჩაედინება, გუბდება და ეს იწვევს კონკრეტულად ნაღვლის ბუშტის მოცულობის გაზრდას და შესაბამისად ტკივილის გააქტიურებას. ეხლა თუ აქ სხვადასხვა ფორმებს გულისხმობ, თუ აქ თან დაერთო ინფექცია, რომელიც როგორც წესი ახლავს თან, ეს იქნება ენდოგენური კიდევ სამედიცინო ტერმინოლოგიით საუბრობ, შინაგანი ორგანიზმის შიგნით არსებული ინფექცია, სადაც შეგუბებაა, ეს ინფექცია იმ წუთასვე აქტიურდება იმ ადგილას, სადაც ლოკუსი, ანუ სადაც უჭირს, ასე ვთქვათ. და ამ შემთხვევაში შეგუბებულ ნაღველს თუ ინფექციაც დაერთოთ თან, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ჩირქოვანი ხოლეცისტიტი, ჩირქოვანი ანთება და მდგომარეობა საკმარისად გართულდეს. თუ თრომბოზი დაემთხვა და უშუალოდ დაითრომბა ის მკვებავი არტერია, ამ შემთხვევაში მაშინ პროცესი უკვე უფრო რთულია და განგრენოზული ფორმა ვითარდება ნაღლის ბუშტის. ჩვენ ვახსენდით, რომ ამ სიმპტომების გამწვევა შეუძლია კვებას, ანუ რა სახის საკვებია ის საკვები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აი ადამიანს რომელსაც არაფერი არ აწუხებს, იმან უნდა ჭამოს ყველაფერი. წესი აქ ასეთი ამ საქმე. მაგრამ ზომიერების ფარგლებში ალბათ. აი ეს უკვე თვითონ რა საკვირველია ხო ყველა ადამიანმა უნდა ზომიერად, მაგრამ ქართული კვების რაციონიდან აი აბსოლუტურად ყველაფერი უნდა რაც მასია, თუ არაფერი არ აწუხებს. ახლა როცა ადამიანს შეაწუხებს, მიიღებს ცხიმიანს, ცხარეს, მწარეს და დაიწყება ორგანიზმი მისცემს რეაქციას, მისცემს, ეს თვითონ უნდა მიხვდება, რომ ასეთ შემთხვევებში რაღაცა უნდა შეზღუდვა გააკეთოს, არა? დროთა განმავლობაში ასაკი ამას ალაგებს ყველაფერს, უმაგისოდაც, მაგრამ დასაწყისში როცა ტკივილი არ აქვს, არაფერი არ აქვს, უნდა ეთქვა და იცხოვრო ადამიანი. ზომიერება ვახსენეთ, ახალი წელი მოდის და ახალი წლის შემდეგ როგორც წესი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ხოლმე. ზუსტად მასია, კუჭნაწლავის ტრაქტის ეს იგი ნაღლის ბუშტი ცალკე არ ასოცირდება როგორც ეს არის კუჭნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და სწორედ მართალს ვწანებთ ამ ახალ წლებზე ამ ჩვენი ტრადიციული, საცივი, ნიგზიანი, ცხიმიანი, ძიმე არტილერია საკვების. რა საკვირველია. ხშირად პაციენტებს ეშლებათ ეს ნაღლის ბუშტი და 12 გოჯა ნაწლავის წყლოვანი დაავადება ერთმანეთში და ხშირად აი თქვათ ნაღლის ბუშტი გულის ცვლილებებსაც თქვათ სტენოკარდიულ შეტევებშიც ეშლებათ ხშირად სტენოკარდიასთან კურნალობენ ამ დროს ნაღლის ბუშტია ბრალში და холецистокардиალური სინდრომი არსებობს. ანუ ნაღლის ბუშტი საკმარისად აზიზი და ესეთი ორგანო გაახლავთ. მოკლედ როგორც მივხვდით, შეიძლება სხვა მდგომარეობებსაც ჰქონდეს მსგავსი სიმპტომები, როგორც აქვს ნაღლის ბუშტის და მაშინ როგორ ხდება დიაგნოზის დასმა, რომ პაციენტს ნამდვილად აქვს ნაღლის ბუშტის ანთება. კიდევ საუბრობ, ძალიან მარტივია თანამედროვეობაში ნაღლის ბუშტთან ურთიერთობა ძალიან გამარტივებულია, მაშინ როდესაც უკვე არსებობს ისეთი კვლევები, რასაც არის ეხოსკოპია ჩვეულებრივი. მთავარია, რომ ადამიანმა მიმართოს პროფესიონალს იმ დაწესებულებას, რომელსაც მეტნაკლებად ასე ვთქვა, ჩქვა მოეკითხება რა. მაშინ თქვათ, ვინ არის ის რა პროფესიის, რა სპეციალიზაციის არის ექიმი, რომელმაც უნდა მიხედოს პაციენტს, რომელსაც აქვს ნაღლის ბუშტის პირველად პაციენტი ხდება ზოგადი თერაპევტის. ოჯახის ექიმი ერთგვარი, რომელიც შემდეგ უკვე მიმართულებას გაწევს. ეს მწვავე ფორმას არ ვსაუბრობ, მწვავე ფორმაში პაციენტი ხდება მიმღებ იარის განყოფილებას, ანუ ემერჯენსის განყოფილებაში თანამედროვე. აი ძველად იყო მიმღები, ასე მიმღები აღარ არსებობს, როგორც ასეთი თანამედროვე სამანტყოფოებს აქვთ ემერჯენსის განყოფილება, ანუ სასწრაფო განყოფილება, გადაუდებელი, სადაც მუშაობენ ყველაზე მაღალ კვალიფიციური ექიმები, თერაპევტები ძირითადად, რომლებიც სვამენ დიაგნოზს ყველა გამოკვლევა ხელთ აქვს დაწყებული ეხოსკოპიით, კომპიუტერული კვლევით, რენტგენოლოგიით, ანუ ეს ლაბორატორიით აღჭურვილები და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც დაისმება დიაგნოზი, გარკვეული დიაგნოზი ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში კალკულოზური ხოლეცისტიტით, იმ წუთასვე იძახებენ ქირურგს კალკულოზური ხოლეცისტიტის შემთხვევაში. როდესაც არის კენჭები, დიახ, ესა და არსებობს უკენჭო ხოლეცისტიტით, რომელიც შეიძლება განგრენული ფორმითაც იყოს წარმოდგენილი. ანუ ეხოსკოპიით კენჭები არ არის, ეს არ არის მაჩვენებელი ამისი, თქვათ, საოპერაციო ნაღლის ბუშტია თუ არა. როდესაც არის კენჭები, აქ ორი აზრიც არ არის.
მკურნალობის ერთადერთი მეთოდი გახლავთ ოპერაციული მკურნალობა, ქირურგიული ჩარევა, დიახ. ქირურგიული ჩარევა ვახსენეთ, მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე მე ალბათ სხვათა შორის რის გამოც გადავწყვიტე რომ ალბათ ყოფილიყავ ექიმი, ქოლეცისტიტთან არის დაკავშირებული. მე 5 წელს ვიყავდი და ჩემს მქონდა მწვავე შეტევა და მაშინ მოხდი 5 წელს ასაკში პირველად ავტობუსში და ხშირად დავდიოდი ხოლმე და მაშინ გადავწყვიტე რომ ექიმი უნდა ყოფილიყავი. და მაგრამ არსებობს კიდე ესეთი წარმოდგენები ხალხში და ბევრი მიმართავს მე მგონი ამას გარკვეული ტიპის გამორეცხვები. მოდი ამაზე რომ ვთქვათ, რამდენად საშიშია ეს და რა შეიძლება დააზიანოს. გამორეცხვები როგორც მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი. ნუ ბორჯომის დალევა კონკრეტულად მოგახსენებთ. ეხლა ეს გამორეცხვები ეხლა დუოდენალური ზონდაჟ-ზონტიუბაშებს ეძახდნენ ადრე. ეხლაც გამოიყენება სხვათა შორის ბორჯომში რომ ჩამცანდეთ და რაღაცა ჩვეულებრივი პროცედურები არის და სხვათა შორის ცუდი არ არის რასაკვირველია თავისი ჩვენება უნდა გქონდეს ოღონდ როდესაც დაისმება კალკულოზური ხოლეცისტიტის დიაგნოზი იქ ამ პროცედურებთან საქმე აღარ აქვს იქ უნდა დაესვას წერტილი და კონკრეტულად პაციენტი უნდა გადამისამართდეს ქირურგთან თუმცა როცა ეს შემთხვევა არ არის, მაშინ შეიძლება აი ამ გამორეცხვებმა თავისი შედეგი მოიტანოს და ეფექტური იყოს როგორც მკურნალობის მეთოდი. იცით როგორ არის ახლა გარკვეული შედეგები აქვს რასაკვირველია და საკმარისად წარმატებულით, მაგრამ სოფლიო ასე ვთქვათ იმაში მედიცინაში ეს ძალიან ასახული არ არის. ნუ მაგრამ არა ალბათ ცალკე როგორც მკურნალობის მეთოდი კომპლექსურად, მედიკამენტოზურად, დიეტით და ალბათ ხელს უწყობს ამ დუოდენალური ზონდაჟით მე ბაქტერიულ ანალიზსაც ვაკეთებთ, შესაძლებელია გავიგოთ ნაღლისბუში რა ფლორაა, რა ანთება, რომელი ბაქტერია არა და შესაბამისობაში ქრონიკული ქოლეცისტიტის, არაკენჭოვანი ქოლეცისტიტის მკურნალობაში გარკვეული როლი ითამაშებს. საკომ ის საკვები და რაღაც შეუძლია შემოახდინოს ამის გამწვავება. ქრონიკული მდგომარეობის გამწვავება, ან შეტევის განვითარება. მაშინ არსებობს თუ არა რამე ისეთი მეთოდიკა, რის შეიძლება თავი ავარიდოთ ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებას. აი კვებისთან დაკავშირებით ან რაღაც ვთქვას, იმიტომ რომ მე როცა ვკითხობდი, ნახე ესეთი რაღაცა, რომ კენჭების წარმოქმნა შეიძლება ხელი შეუწყოს წონაში სწრაფმა კლებამ. რაც ძალიან შემეშინდა, ავეს იმიტომ მაქვს ამის გამოცდილება ხოლმე, როცა წონაში სწრაფად ვიმეტებ, სწრაფად ვიკლებ. ენდოკრინული სისტემის რასაკვირველია არის. მაგრამ კიდევ საუბრობ მიზეზი ამ კენჭების გაჩენის მრავალია პირველ რიგში კვებასთან ასოცირებული ხშირი ანთებები. აი კენჭები არის ქოლესტერინული, პიგმენტური, ქოლესტერინულკიროვანი. ეს ძირითადად მაინც ასოცირდება კვებასთან, გარკვეული რაოდენობის საკვებთან, აი ცხიმოვანი საკვების, როდესაც გაძლიერებულ რეჟიმში უწევს ძალიან მუშაობა ორგანიზმს, აი ძნელად მოსანელებელი საკვების დამუშავებაში, დიახ. აი ორგანიზმის შიგნით არსებულ ინფექციაში, ინსპინქტერების არაადეკვატურობაში, რომელიც ნაღლის ბუშტის გამოსასვლელთან არსებობს და ყოველვე შეგუბება ნაღლის ბუშტის სწორედ და ეს ერთი შეკითხვა გამიჩნდა ქრონიკული ქოლეცისტიტი ახსენა ალექსმა და ანუ ეს არის მდგომარეობა რომელიც სულ გვაქვს და უნდა ვაკონტროლოთ თუ შეიძლება რომ განიკურნოს. აი კიდევ საუბრობ რასაკვირველია თერაპია იმას გულისხმობს რომ შედეგი უნდა იყოს აბსოლუტური. ანუ ადამიანი უნდა მოხდეს. კი, მაგრამ და შეზღუდვა შემდეგ თუნდაც საკვებზე აღარ ადამიანი არ უნდა იყოს შეზღუდული. ადამიანის ტვინი არ უნდა იყოს რეალობაში შეზღუდული, რომ ვაიმე რო შევჭამო არ უნდა. მაშინ მიდი კაცო, გაარკვე რაშია საქმე, მოირჩინე ეს კონკრეტული პათოლოგია და მხოლოდ ამის შემდეგ იყავი თავისუფალი. შენს არჩევანში თუ ვერ აღწევს ადამიანი ამას, იმან რასაკვირველია ცალკე შეზღუდვები უნდა გამოიყენოს. ეს განსაკუთრებით შეეხება ცხიმიან, ცხარე და მწარე საკვებს. ანუ ცხიმიანი განსაკუთრებულად იმდენად რამდენადაც ნაღლის ბუშტი ასოცირდება აგრეთვე ისეთ მძიმე დაავადებასთან, რასაც პანკრეატიტი ქვია, ანუ ხშირად უხშირესად მწვავე პანკრეატიტი, რომელიც სიცოცხლესთან შეიძლება შეუთავსებელი გართულება მოგვცეს, ასოცირდება სწორედ ეს გართულებებზე ვისაუბრეთ, სხვა რა გართულებები შეიძლება გქონდეს. აი ნუ ყველაზე მძიმე. ანუ ესეთი რაღაც ხალხში გავრცელებული ნაღლის ბუშტი გავუსკლა და ნაღველი გადაესხა შინაგან ორგანოებზე და დაწვა და რაღაც ნუ ქოლემი ეს არის, როდესაც დაუშვათ აქვს ადამიანს კალკულოზური ხოლეცისტიტი და ნუ დაუშვათ ან არ იცის, ან იცის და ვერ მიდის, ვერ წყვიტავს, ეშინია და ასე შემდეგ. აი წვრილი კენჭები გაცილებით უფრო საფრთხოა ვინემ დიდი კენჭები ამ შემთხვევაში, იმდენად რამდენადაც ეს წვრილი კენჭები შეიძლება გაეტიონ იმ სანათურში, იმ ყელში ნაღლი და განმოხვდნენ
აღმოჩნდნენ საერთო სადინარი, რომელიც ნაწლავში ჩაედინება და როგორც კი მოხდება აქ დაცობა სანათურის, იმ წუთას ნაღველი რაღაც ვერ ჩადის, ასე ვთქვათ, თავის ადგილას თორმეტჯერ ნაწლავში ვერ ხდება, გადადის მერე უკვე აი თქვენ რაც ბრძანეთ სისხლში გადაესხა, სისხლში გადავიდა და ვითარდება იქტერობა, ანუ სიყვითლე. ეს არის მექანიკური სიყვითლე, ეს არ არის ასოცირებული პარენქიმულ, ანუ აი ბოტკინს ეძახიან ხალხი და ჰეპატიტე. ამასთან ასოცირებული არ არის, ეს არის ამ შემთხვევაში მექანიკური სიყვითლე, რომელიც კონკრეტულად გამოწვეულია კენჭის დახვშობით საერთო სადნელის. კიდევ ერთი აზრი არის გავრცელებული საზოგადოებაში, რომ ოპერაციის შემდეგ, როდესაც კენჭოვან ქოლეცისტიტზეა საუბარი, შეიძლება ოპერაციის შემდგომ კიდევ გაჩნდეს. კი ბატონო, რეზიდუალ არ. ნუ აქ ორი ვარიანტია, ან დარჩა და უშუალოდ შეიძლება რეზიდუალური კენჭები იქნეს, თქვა პირველი ოპერაციის დროს, შესაძლებელი ამას ვერ იტყვის. და ან კიდე შესაძლებელია ისევ ის პირობა წარმოიქმნას თავიდან ჩვენ გვინახავს 10, 15, 20 წლის შემდეგ წარმოქმნილი კონკრეტები კიდევ ოღონდ ღვიძლში სადინარში და ნაღლის ბუშტი უკვე აღარ არის. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ასაკობაზე და შემდეგ მაგრამ თქვენ სტუმრო ისე ვერ გაგიშვებთ აქედან, ასევე ვიცით რომ თქვენ არა მარტო ზოგად ქირურგიაში მუშაობთ, ასევე მუშაობთ დიაბეტის ქირურგიაზე. და ამ მიმართულებით რა ხდება საქართველოში? მოკლედ რო გითხრათ რა წარმატებები გვაქვს საქართველო არის ავანგარდი. საქართველოს მედიცინა გამიგეთ კარგად, რომ მსოფლიო მედიცინა მწვერვალებთან საკმარისად შორს არის ახლა. ნუ ავანგარდი არ უნდა. ერთადერთი დარგი ასე ვთქვათ, რომელიც ავანგარდია, სულ 14 ქირურგი ასრულებს ამ ტიპის ოპერაციას მსოფლიოში და ერთ-ერთი ჩვენი სამონტაჟოში სრულდება. ეს დიდი მიღწევაა ჩვენთვის. დიახ, იმიტომ რომ კიდევ საუბრობთ რომ დავიწყეთ, მხოლოდ 6 ქირურგი ვიყავით და ახლა უკვე მატება საკმარისად დიდია, 14 ქვეყანაა ჩართული. ჩათვალე ინგლისი, დაუშვათ გერმანია, იაპონია, ამერიკა და ასე შემდეგ და ამ ბევრ ქვეყანას რუსეთში ამ წუთასაც არ არის ჯერჯერობით ფეხს პოსტსაბჭო და სივრცეში არ არის ერთადერთია საქართველო, რომელიც ამ ოპერაციებს ასრულებს მეორე ტიპის დიაბეტთან მიმართებაში. ეს ლაპაროსკოპიული ტიპის ჩარევაა და ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმატებული ამ საქმიანობაში, იმიტომ რომ დიაბეტი მოგეხსენებათ საკმარისად რთული და ვერაგი დაავადება გახლავთ. ძალიან გავრცელებული დიახ და თუ ადამიანს ახლა მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაესვა, მას აქვს საკმარისად დიდი შანსი იმისი, რომ განიკურნოს ამ დაავადებიდან ოპერაციული ჩარევა. დიაბეტს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურეთ, წინა თვეში ნოემბრის თვეში დიაბეტის თვეს აღვნიშნეთ ჩვენ გადაცემაში და ჩვენ ახლა ინგლისში ვიმყოფებოდით, მსოფლიო კონგრესზე ამ ჩვენი გუნდი მთლიანად ახლა დიაბეტთან მარტო მე არ ვარ ასოცირებული, ჩვენი გუნდია მთლიანი. ახლა გავხდით ინგლისში, მსოფლიო მეორე კონგრესი ჩატარდა უკვე, რომელშიც უკვე ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და ასეში ყველა ავანგარდულმა ქვეყანამ და ჩვენს დამერწმუნეთ ფეხდაფეხ მიუყვებით ამ მსოფლიო სამედიცინო ტენდენციებს. ძალიან სასიამოვნო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ყველაფერი რომ გავიგე და აღვიქვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება. აღარა ვთქვით იმდენად რამდენადაც ძირითადად ლაპაროსკოპიული ქირურგია ამ ნაღლის ბუშტის ოპერაციული მკურნალობა ძალზედ გამარტივებულია, ერთდღიანი თემა გახლავთ. თავარია რომ ვიცოდეთ რომ იმ სხვაგან კენჭი არ იყოს. და ამდენად აი თქვა აპენდიციტს რომ 2 დღეს ვაჩერებთ ან სხვა თიაქარ ეს პათოლოგია ერთ დღეში პრაქტიკულად მორჩენადია თუ ადეკვატური და მაღალ პროფესიულ სამონტაჟში მივიდა და იქ არაფერი პაციენტებს უნდა უთხრათ რომ არ დაელოდონ ძალიან დიდხანს დროზე მიმართონ ექიმს, მიმართონ პროფესიონალ ექიმს და ასევე მე მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ უნდა დაიწყებენ თვითმკურნალობას სახლის პირობებში და ნუ გაითვალისწინებენ მეზობლის რჩევებს, გაითვალისწინებენ მხოლოდ პროფესიონალის რჩევები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის და საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის. სულ რამდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ და რეკლამის შემდეგ როგორც ვთქვით, ქირკმლის დაავადებებზე ვისაუბრებთ, ხო? დაგველოდეთ აკადემიკად.